ამოჭრია მე თუ ვიჭერჩეთე. ამ წელიფტის მომსახურება მერყეობს ეგ უნდა წავიკითხო რა. 17 სართულამდე ტვირთების ატანა. ის კითხვა თავიდან დავიწყოთ. 1 საათის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ავიტანოთ 4 ტონა ტვირთი, ან ჩამოვიტანოთ. ბოლო რა ვთქვით? ინტერვიუ პროფესიონალთან. კატეგორია სამშენებლო ამწეკრანი. ამწეკალათა. სერვისები G მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიცნონ პროფესიონალები სხვადასხვა კატეგორიიდან. რამდენი წელია მუშაობთ ამ სფეროში? ჩვენ უკვე დაახლოებით 10 წელია რაც მუშაობთ ამ სფეროში. ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც ეს ტექნიკები შემოიყვანა საქართველოში და ფაქტიურად ყველაზე დიდი გამოცდილება გვაქვს. რა ტიპის ამწეები გყავთ? ჩვენ ყავს ტელესკოპური ტიპის ამწე ჟირაფები, რომლითაც ხდება სამშენებლო მასალების ატანა მაღალ სართულებზე. ასევე ყავს ამწე კალათები, ისიც ტელესკოპური სტილის. ამწე კალათი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, თუნდაც სახლის პირობებში რომ ჩაეკეტებათ, თუნდაც რაღაც ხეზე დარჩებათ, მაგალითად პირობითად დრონი დაურეკავთ ბევრჯერ და ჩვენ შეგვისრულებია ეს სამსახური უსაფრთხოდ და ხარისხიერ. რა მასის აწევა შეუძლია ამწეს? სამწე ლიფტ ჟირაფებს შეუძლია დაახლოებით 3-4 ტონამდე ტვირთის ატანა 1 საათში. თუ გახსოვთ, პირველად როდის განათავსეთ განცხადება სერვისებზე? თუ სწორად მახსოვს 2019 წელსში განვათავსე პირველად. 5-6 წლის წინ დაახლოებით. გამარტივდა თუ არა თქვენთვის შეკვეთის აღების პროცესი, რაც ონლაინ სივრცეში განათავსეთ განცხადება? დიახ, რა თქმა უნდა, გამარტივდა ამ შეკვეთების აღების პროცესი, რაც ონლაინ სივრცეში უფრო მარტივია მუშაობა ბევრად. აქამდე როგორ აცნობდით მომხმარებელს თქვენ შეთავაზებას? იყო სამშენებლო ობიექტებზე, მივდიოდით ფიზიკურად, ვაცნობდით ფიზიკურად, საქმეთა მწარმოებელი იყო ეს თუ ობიექტზე ვინც იმყოფებოდა. დანარჩენი უკვე ნაცნობობით ქართულად ერთმანეთთან კავშირით მანქანას ვაყენებდით ხოლმე ამწე ჟირაფს გზაზე, ავწევდით და ზედ გვედო ხოლმე სავარძელი ან სამშენებლო ტვირთი და ბანერი გვეკიდა რომ გაიგოთ ხალხს თუ რისთვის იყო ეს ტექნიკა. მაშინ თავიდან ვერ ხვდებოდნენ ეს 10 წლის წინ დაახლოებით. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ფასი? ფას განსაზღვრავს ძირითადად სართულების, რომელ სართულზე გვინდა ამ სამშენებლო ტვირთის თუ ავეჯის ატანა, ასევე ძირითადი ფაქტორი არის მუშახელი კლიენტს ყავს თუ ჩვენ უნდა წავუყვანოთ მუშახელის სერვისი ჩვენ შევთავაზოთ, ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორები ესენია. შეგვიძლია ჩვენ მე-17 სართულამდე ტვირთების ატანა. რა ღირს ამ წელიფტის მომსახურება? ამ წელიფტის მომსახურება მერყეობს 80-დან 300 ლარამდე დაახლოებით. ეს ძირითადად დამოკიდებულია რომელ სართულზე გვინდა მომსახურება, რამდენად გაბარიტული ტვირთი არის ასატანი. რა დამატებით მომსახურებებს თავაზობთ მომხმარებლებს? ესე იგი შეგვიძლია სამშენებლო მასალის პირდაპირ ადგილზე ტრანსპორტირება, კლიენტი რომ არ შეწუხდეს, ასევე შეგვიძლია სამშენებლო ნარჩენის ჩამოტანა და შემდეგ ამის წაღება სპეციალურ ადგილას. ასევე ვაწარმოებთ სადემონტაჟო სამუშაოებს, სრულ სერვისს, ასევე შეგვიძლია ამწე კალათებით მომსახურება, სატვირთოებით, ყველაფერი რაც დამოკიდებულია მშენებლობასთან. გაიხსენეთ რაიმე საინტერესო ან სასაცილო შემთხვევა თქვენი სამუშაო გამოცდილებიდან. ყოფილა შემთხვევა აუტანიათ სავარძელი მე-10-მე-12 სართულზე და მე ნახეს რომ თურმე კარებში ვერ ეტევა და თურმე კარები არის ვიწრო და ეს სავარძელი კიდევ უფრო განიერი. ამის გამო ჩამოვაქვთ ხელით ისევ, შემდეგ გვირეკავენ ჩვენ და ვაწვდით ფანჯრიდან შეგვიძლია მივაწოდოთ და აქედან გვარდება. მაგალითად გუშინ დაგვირეკეს და ღამე 12 საათზე მოგვიძლია გასვლა რომ დაბადების და მიგველოცა ერთ-ერთი პიროვნების. რა უსაფრთხოების ზომებს იღებთ მუშაობის დროს? სამშენებლო მოედანი გვაქვს შემოსაზღვრული უსაფრთხოების ლენტებით. მუშები აღჭურვილი არიან უსაფრთხოების, განსაცმელით და ჩაფხუტებით. ჩვენ უკვე 10 წელია ვმუშაობთ ამ საქმეზე.
ჩვენ უკვე 10 წელია ვმუშაობთ ამ საქმეზე. ჩვენ უკვე 10 წელია ვმუშაობთ ამ საქმეზე და ვართ ერთ-ერთი პირველები, ვინც ვეწევით ამ საქმეს. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წელიფთის მომსახურებაში? ამ წელიფთის ჟირაფის მომსახურებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ კლიენტს გაუმარტივოთ ეს პროცესი, ტვირთის ატანის პროცესი. ადრე როცა არ იყო ეს ტექნიკები საქართველოში, საკმაოდ უწევდა წვალება. ხელით ატანა სართულებზე და საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვდა. ეხლა კიდევ ძალიან მარტივია, ავეჯის ატანა ძალიან მარტივია, ამით. ვიმარტივებთ კლიენტს პირველ რიგში ამ რა სამუშაოს. განსხვავებას ხედავთ მომხმარებლებთან კომუნიკაციაში მას შემდეგ, რაც სერვისებს იყენებთ? სერვისები ჯიმ საკმაოდ გაგვიმარტივა ეს კლიენტების მოძიების პროცესი. ჩვენ პირველ რიგში გავდივართ ზუსტ აუდიტორიაზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უკვე შესრულებულ საქმეს გვიფასებს კლიენტი და გვიწერს იქ თავის კომენტარს აქვს ამის საშუალება, რითაც სხვა მომხმარებელი ხვდება თუ რამდენად კეთილსინდისიერად უსრულებთ ამ საქმეს და რამდენად კონკურენტულ ფასში. რას ფიქრობთ სერვისები ჯის შესახებ, როგორც პლატფორმაზე? როგორც პლატფორმა ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი პლატფორმაა, საკმაოდ მოწესრიგებული საიტია, რატომაც ამის გამო ვარ მე ამ საიტის დიდი ხანია თანამშრომლობ და ერთგული ასე ვთქვი. სერვისები ჯი. ყველა მომსახურება ერთ სივრცეში.